2 წლის თომას ხელში სათამაშო ანკეს ეჭირა და მამას ბაძავდა. როცა ის წყალში ანკეს ისროდა. დაჭერილ თევზს ისევ წყალში აგდებდა მამა და თომასიც იმავეს იმეორებდა, ოღონდ ანკესით თევზის ნაცვლად წყალმცენარეებს იჭერდა და მამას აჩვენებდა, რომ შექება დაემსახურებინა მანამ, სანამ ისევ ტბაში გაუშვებდა ამ წყალმცენარეებს, ვითომ თევზი ყოფილიყო. ჩვენ ცხოვრზე დაკვირვებით და მათი მიბაძვით ვსწავლობთ კარგსაც და ცუდსაც. შესაძლოა, სწორედ ამიტომ მოუწოდებენ ახალი აღთქმის ავტორები უფალ იესოს მიმდევრებს იმისკენ, რომ იყვნენ სახარების ერთგული მსახურები და მაგალითები სხვებისათვის. თესალონიკელთა მიმართ მეორე წერილის მესამე თავში პავლე მოციქული მიმართავს ქრისტიანებს და ეუბნება, რომ არ მიჰბაძონ უწესო და საზიანო ქცევას და მოუწოდებს, რომ მიჰბაძონ იმ მაგალითს, რომელსაც თავად პავლე და სხვა წინამძღვრები აძლევენ მათ. მოციქული შეეგონებს ამ ადამიანებს, რომ არასოდეს მოსწყინეთ კეთილი საქმეების კეთება. მიუხედავად ამისა, პავლე მოციქულმა იცოდა, რომ მხოლოდ მაშინ იქნებოდა მისაბაძი, თუ კი თავად ქრისტეს მიჰბაძავდა. სწორედ ამიტომ ჩვენი უპირველესი და უმთავრესი მაგალითი, რომელსაც უნდა მივბაძოთ, არის უფალი იესო ქრისტე და მხოლოდ მაშინ გავიზრდებით მართლსა და სიბრძნეში, თუ კი ჩვენი ცხოვრება მის რწმენასა და ძალაზე იქნება დაფუძნებული.